რა მოხდება თუ გეტყვით, რომ კარტოფილს წლები არასწორად რგავთ? გეცნობათ ეს სურათი. გაზაფხულზე კარგ სათესლე კარტოფილს კიდულობთ, ნაკელსაც არიშურებთ, სასუქსაც ამატებთ, მთელი ზაფხული შრომობთ, ბოლოს კი ბუჩქს ამოთხრით და იქ რამდენიმე წვრილი კარტოფილია, კაკლის ოდენა. გული გწყდებათ და ფიქრობთ, ნეტავ სად დაუშვი შეცდომაო. ხშირად პრობლემა არც თესლში, არც მიწაში და არც სასუქში. პრობლემა იმაშია, რა მანძილზე რგავთ კარტოფილს. დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ. როგორ უნდა დავაშოროთ ბუჩქები ერთმანეთს, რომ კარტოფილმა ადგილი, სინათლე, წყალი და საკვები მიიღოს. თუ ამ წესს სწორად დაიცავთ, ერთი და იგივე მიწიდან გაცილებით მსხვილ და ჯანმრთელ მოსავალს აიღებთ. ჩვენთან საქართველოში მიწას ყოველთვის უფრთხილდებოდნენ. პატარა ეზოში ყველას უნდა რომ ადგილი იყოს პომიდორსაც, ლობიოსაც, მწვანილსაც, სიმინდსაც და კარტოფილსაც. განსაკუთრებით მთიან მხარეებში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭყეთში, რაჭაში, სვანეთში და მაღალ სოფლებში კარტოფილი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა. ამიტომ ბევრს გონია, რაც უფრო მჭიდრო ჩავკრით სათესლე კარტოფილს, მით მეტს ავიღებთ. თითქოს მარტივი ლოგიკაა. მეტი ბუჩქი ნიშნავს მეტ მოსავალს. მაგრამ კარტოფილთან ასე არ მუშაობს. როდესაც ადამიანი ფიქრობს, ორჯერ უფრო მჭიდრო დავრგავ და ორჯერ მეტს ავიღებო. სინამდვილეში პირიქით ხდება. ბუჩქების რაოდენობა იზრდება, მაგრამ თითოეული ბუჩქის ძალა მცირდება. ბოლოს იღებთ ბევრ ღეროს, ბევრ ფოთოლს და ბევრ წვრილ კარტოფილს. ასეთი კარტოფილის გათლა ზამთარში ნამდვილი წვალებაა. მსხვილი, სუფთა და ჯანსავი კარტოფილის მისაღებად ბუჩქს უნდა კონდეს ადგილი. კარტოფილს სჭირდება სოგენანთე კვების ფართობი. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ ბუჩქს მიწის თავისი ნაწილი უნდა ჰქონდეს, საიდანაც ის წყალს და საკვებს აიღებს. თუ ამ ფართობს ძალიან შეუნცირებთ, მცენარეს თითქოს შიმშილზე ვსვამთ. ზემოდან რამდენიც არ უნდა დავაყაროთ სასუქი, ფესვები მაინც ვერ განვითარდება კარგად, თუ ადგილი არ აქვს. იგივეა პატარა ქოთანში რომ კარტოფილი ჩარგოთ. მიწა შეიძლება ნოქიერი იყოს, მაგრამ ქოთანი თუ პატარაა, მსხვილ მოსავალს ვერ მიიღებთ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მზე. კარტოფილს სინათლე უყვას. ფოთლებში მიმდინარეობს პროცესი, რომლის დახმარებითაც მცენარე ენერგიას აგროვებს და შემდეგ ამ ენერგიას მიწის ქვეშ ტუბერებში აგზავნის. თუ ბუჩქები ზედმეტად ახლოს არის, მათი ფოთლები სწრაფად იხურება ერთმანეთზე. ქვედა ფოთლებს მზე აღარ ხვდება. ისინი ყვითლდება, სუსტდება და თუ რიგებს და ბუჩქებს შორის კარგი დაშორება, აქ არი თავისუფლად მოძრაობს. ფოთლები სწრაფად შევაჩება. დაავადების რისკი ბევრად მცირდება. სწორად შერჩეული მანძილი ზოგჯერ იმაზე უკეთ იცავს მოსავალს, ვიდრე ზედმეტი წამლობა. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულ რიცხვ ებზენვებზე. რა მანძილი ჯობს კარტოფილისთვის? ჩვეულებრივ პირობებში ბუჩქებს შორის მანძილი ერთ რიგში უნდა იყოს დაახლოებით 30-ან 40 სანტიმეტრი. რიგებს შორის კი ჯობს დატოვოთ 60-ან 70 სანტიმეტრი. პირველ შეხედვაზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მიწას ტყუილად ტოვებთ ცარიელს. მეზობელმა შეიძლება გითხრათ კიდეც, ამდენ ადგილს რატომ კარგავო? მაგრამ ზაფხულის შუაში ნახავთ, რომ კარტოფილის ბუჩქები გაიზრდება და ეს სივრცე სრულად დაიფარება. ეს მანძილი კარგი ბალანსია. ბუჩქებიც საკმარისად ბევრია და თითოეულ მათგანსაც აქვს ადგილი მსხვილი ტუბერების გასაზრდელად. მაგრამ ერთი წესი ყველასთვის ერთნაირი არ არის. საქართველოში ნიადაგი და კლიმატი ძალიან განსხვავებულია. ამიტომ მანძილი უნდა მოარგოთ თქვენს ადგილს. თუ მძიმე თიხნარი მიწა გაქვთ, მაგალითად ზოგიერთ დაბლობ და ნესტიან ადგილებში, კარტოფილი უფრო იშვიათად უნდა დაირგოს. ასეთ მიწაში ფესვებს უფრო უჭირს მოძრაობა. წყალი დიდხანს სჭირდება, ამიტომ ადრეული ჯიშები შეიძლება დაირგოს შედარებით ახლოს, დაახლოებით 25-ან 30 სანტიმეტრი ბუჩქებს შორის. გვიანი ჯიშები კი სხვა ამბავია. ისინი დიდხანს იზრდება, ძლიერ ბუჩქს იკეთებს და მიწის ქვეშ ბევრ ტუბერს აყალიბებს. ასეთ კარტოფილს მეტი სივრცე სჭირდება. გვიანი ჯიშებისთვის ჯობს ბუჩქებს შორის დატოვოთ 40-ან 45 სანტიმეტრი. თუ გვიან ჯიშს ძალიან ახლოს დარგავთ, ბუჩქები ერთმანეთს ჩრდილავს, ფესვები იბრძვის და მოსავალი წვრილდება. თუ კი ადგილს მისცემთ, ის მადლობას მსხვილი და ლამაზი კარტოფილით გადაგიხდით. არსებობს ერთი საინტერესო მეთოდიც, რომელიც პატარა ნაკვეთზე კარგად მუშაობს. ეს არის დარგვა ორ ახლო რიგად. აკეთებთ ორ რიგს ერთმანეთისგან დაახლოებით 30 სანტიმეტრის დაშორებით. კარტოფილს ამ ორ რიგში ჭადრაკისებურად ალაგებთ, ანუ ისე რომ ერთი ბუჩქი მეორის პირდაპირ არ მოხდეს. შემდეგ ტოვებთ ფართო გასასვლელს, დაახლოებით 90-ან 100 სანტიმეტრი და ისევ აკეთებთ ორ რიგს. რა არის ამის კარგი მხარე? ბუჩქები თითქოს ახლოს არის, მაგრამ ჭადრაკისებური განლაგების გამო ერთმანეთს ნაკლებად უშლის. ფართო გასასვლელი კი აძლევს ჰაერს, მზეს და სამუშაო ადგილს.
ასეთ დარგვას ცოტა მეტი სიზუსტე სჭირდება, მაგრამ თუ კარტოფილი ხშირია, ფესვები ერთსა და იმავე წყალს ებრძვის. მიწა მალე იფიტება და შრება. ასეთ დროს ადამიანს ყოველდღე უწევს მორცვა, მაგრამ შედეგი მაინც სუსტია. როცა ბუჩქებს ნორმალური დაშორება აქვს, თითოეულ მცენარეს მეტი ნიადაგი რჩება წყლის შესანახად. ფართო რიგებს შორის ადვილია სარწყავი ახის გაკეთება, შლანგის გავლება ან წვეთოვანი მორცქვის მოწყობა. წყალი უკეთ აღწევს ფესვებთან და ტყუილად არ იკარგება ზედაპირზე. ნოტიო მხარეებში კი პირიქით, ფართო დარგვა ზედმეტ წყალს და ნესტს ამცირებს. ასე რომ სწორი მანძილი როგორც გვალვაში გეხმარებათ, ისე ნესტიან ამინჩიც. ბევრი ფიქრობს ასე. კარგი, ხშირი დარგვავ, მაგრამ თითოეულ ორმოში ბევრ ნაკელს ან სასუქს ჩავკრი და ქსს ჩავკრი და ყველას ეყოფა. სამწუხაროდ ასე არ ხდება. თუ ბუჩქს ფესვის გასაშლელი ადგილი არ აქვს, ის სასუქსაც სრულად ვერ გამოიყენებს. ზედმეტი აზოტი კი განსაკუთრებით საშიშია. შეიძლება მიიღოთ უზარმაზარი მწვანე მასა, მაღალი და მუქი ფოთლები, მაგრამ მიწის ქვეშ კარტოფილი მაინც ცოტა და წვრილი იყოს. კარტოფილს სჭირდება არა მარტო საკვები, არამედ ბალანსი. მიწა, წყალი, მზე, ჰაერი და სივრცე ერთად მუშაობს. თუ ერთი აკლია, დანარჩენიც ბოლომდე ვერ ეხმარება. ახლა პრაქტიკულ მხარესაც შევხედოთ. ვისაც მიწაც უფრო ფხვიერია, ბუჩქი ადვილად ამოდის და კარტოფილი ნაკლებად ზიანდება. ახლა იმ წვრილ კარტოფილზე ვთქვათ, რომელიც ბევრს ყველაზე მეტად აწუხებს. რატომ ჩნდება ასეთი წვრილი ტუბერები? კარტოფილის ბუჩქი სეზონის დასაწყისში გარკვეული რაოდენობის ტუბერს აყალიბებს, ვთქვათ 15-ს. შემდეგ იწყება მათი გაზრდა. თუ მცენარეს წყალი, მზე და საკვები ყოფნის, ეს ტუბერები ნელ-ნელა მსხვილდება. მაგრამ ხშირ დარგვაში მცენარეს ძალა აღარ ყოფნის. ის თითქოს არჩევანს აკეთებს. რამდენიმე ტუბერს ინარჩუნებს, დანარჩენებს კი ზრდას უჩერებს. ასე ვიღებთ ერთ ან ორ საშუალო კარტოფილს და ბევრ წვრილს. როცა ბუჩქს სწორ მანძილზე რგავთ, მას აქვს რესურსი, რომ მეტი ტუბერი გაზარდოს ნორმალურ ზომამდე. სწორედ ამიტომ ზოგჯერ ნაკლები ბუჩქი უფრო მეტ კარგ მოსავალს იძლევა. მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში უნდა გადავარდეთ. თუ კარტოფილს ძალიან იშვიათად, მაგალითად მეტრიანი დაშორებით დარგავთ, სხვა პრობლემას მიიღებთ. მიწა დიდხანს დანშტარჩება შიშველი. მზე მას გააცხელებს, ტენი სწრაფად გაქრება და სარეველა ადვილად ამოვა. კარტოფილს არ უყვარს გადახურებული მიწა. განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ზაფხული მშრალი და ცხელი შეიძლება იყოს, ძალიან ფართო შიშველი რიგები. ჩვენც შეგვიძლია ეს გამოცდილება პატარა ბაღში გამოვიყენოთ. თუ ეს წესი დიდ ნაკვეთებზე მუშაობს, რატომ არ უნდა იმუშაოს ჩვენს ეზოში? ბოლო წლებში ბევრს მოსწონს კარტოფილის დარგვა ჩალის ან თივის ქვეშ. ამ მეთოდში მიწის გადაბარვა და ბუჩქზე მიწის შემოხრა ნაკლებად არის საჭირო. ტუბერს მიწაზე დებთ და ზემოდან სქელფენად აკრით ჩალას ან თივას. ამ შემთხვევაშიც მანძილი მნიშვნელოვანია. ჩალა ტენს კარგად ინახავს, მაგრამ თუ კარტოფილი ზედმეტად ხშირია, ღეროები ერთმანეთში აირევა, ჰაერი ნაკლები იქნება და ნესტიან რეგიონებში ქვედა ფოთლები შეიძლება დალპეს. ჩალის ქვეშ დარგვისას ბუჩქებს შორის ჯობს დატოვოთ მინიმუმ 40 სანტიმეტრი. კარგი იქნება თუ ჭადრაკისებურად დაალაგებთ. ასე თითოეულ ბუჩქს ექნება სინათლე და სივრცე. ახლა ყველაზე პრაქტიკული კითხვა. როგორ გავზომოთ ეს ყველაფერი ისე, რომ ყოველ ნაბიჯზე მეტრით არ ვიაროთ? ძალიან მარტივად. აიღეთ ჯოხი და მონიშნეთ მასზე საჭირო მანძილები. მაგალითად, ერთი ნიშიშანი 30 სანტიმეტრზე, მეორე 70 სანტიმეტრზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ თოხის ან ბარის ტარიც. დააწებეთ ფერადი ლენტი იმ ადგილებზე, სადაც მანძილი გჭირდებათ. დარგვისას უბრალოდ დადებთ ამ ტარს მიწაზე და ტუბერებს ნიშნების მიხედვით დაალაგებთ. თუ სწორად დაუთმოგთ ადგილს, ის აუცილებლად დაგიბრუნებთ შრომას კარგი, მსხვილი და გემრიელი მოსავლით. აი ასეთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესია კარტოფილის დარგვაში. მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ. გამოიძელეთ არხი, რომ კიდევ ბევრი პრაქტიკული რჩევა მიიღოთ ბაღისა და ბოსტნისთვის. შეხვედრამდე.